ახალი ხელისუფლების პოლიტიკას დასაქმებასთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობა აკრიტიკებს. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით ხელისუფლებამ ნაციონალური მოძრაობის მიერ დაწყებული დასაქმების პროგრამის გამოძიება დაიწყო, რასაც პოლიტიკურად მოტივირებულ ქმედება დაფასებს. ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ მათ მიერ დასაქმებულ პირებს პროკურატურაში იბარებენ და სამსახურიდან ათავისუფლებენ. შედეგად ახალი ხელისუფლება მიაღწევს იმას, რომ ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება, აცხადებს ჭიაბერაშვილი. მე ვიცი, მხოლოდ ფაქტი დაკითხული იყო სამართალდამცავი უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა და ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული დასაქმების მონაცემთა ბაზის შექმნაში. დღეს ასეულობით ამ ადამიანს იბარებს პროკურატურა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ატარებს დაკითხვას და ეძებს მასალას საიმისოდ, რომ ბუნებრივია კიდევ ერთი საქმე შეიკეროს იმისათვის, რომ მოხდეს ყველა იმ საქმის პრაქტიკულად გაკრიტიკება, ანულირება და მოსახლეობისთვის იმის ახსნა, თითქოს არაფერი არ კეთდებოდა, ამ მიზნით ტარდება ეს გამოძიება. სწორედ იმიტომ საუბრობთ ჩვენ დღეს და ვტეხთ განგაშს შესაძლო ეკონომიკურ კრიზისზე, რომლის ტენდენციები აშკარაა, რომ ეს ავტომატურად ზრდის ქვეყანაში უმუშევრობას.